კანონი თავისთავად ბედნიერების მომტანი არ არის თუ კანონი არ არის შეზავებული თავისუფლებასთან. თავისუფლება საზოგადოებაში და თანაბარდოებიანობა იდენტური ცნებები არ არის. შემდეგია კომუნიზმი ესე იყო, მაგრამ ესე ვასწავლეთ. 1980 წელს იქნებაო კომუნიზმი ესე ამბობენ. ეხლა რა იყო კომუნიზმი? ვისაც როგორ შეუძლია ესე იმუშავებს, მაგრამ რამდენსაც უნდა იმდეს შეჭავს, ესე ვულგარულად და მარტივად ხსნიდან. ანუ ყველა თანაბარი უფლებები აქვს. სინამდვილეში ეს არის ან შეგნებული ტყუილი საზოგადოებას, სადაც ამბობენ, რომ ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ თავისუფალნი და თანაბარ უფლებიანი. ეს არის ტყუილი, არ არსებობს ეს კერა. მაგალითისათვის, აი მაგალითად, სტუდენტი ამ სასწავლებლისა, პედაგოგი ამ სასწავლებლისა, ადმინისტრაცია და რექტორი ამ სასწავლებლისა. რა თქმა უნდა, თავისუფალი არიან კანონის წინაშე, მაგრამ თუ არიან ისინი თანაბარ უფლებიანი. პრეზიდენტი და უბრალო რიგითი მუქთვად მუშა. ან უბრალო მოქალაქე ამერიკის. თანაბარნი არიან. მოვალეობა სხვა. და მოვალეობა სხვა, რა თქმა უნდა. უცებ მე ვირჩევ ამას პრეზიდენტს, მივეცი ამას ჩემი ნდობის მანდატი და უცებ მას ისეთი უფლებები მიეცა, რომელიც მე არც კი დამესიზღვრე. მას შეუძლია მე ხვალე ციხეში დამიჭეროს თუ არ მოეწოდება ჩემი საქციელი. ანუ თანასწორობა, არასწორად გაგებული, ესეც შეიძლება პრობლემა იყოს. ეს კარგად უნდა კლასიფიკოს. რატო ამბობთ ამას? იმიტომ სოციალური თანაბარუფლებიანობა დედამიწაზე ვერ არსებობს. დედამიწაზე რაც უნდა დემოკრატიული საზოგადოება იყოს, არსებობს იერარქია. იერარქია ფასეულობათა და იერარქია სოციალური და პოლიტიკური წონის. ეს არის ის კანონი, რომელიც ერთ-ერთია ბუნებით კანონებს შორის. როგორც ვერ გააუქმებ მიზიდულობის ძალას, გრავიტაციას, როგორც ვერ გააუქმებ ელექტრომაგნიტური ველის მოქმედებას და ასე შემდეგ ვერ გააუქმებ საზოგადოებაში იერარქიულობას, იმიტომ რომ ესეც სამყაროს კანონია. ხოლო ისინი ვინც ამბობენ, რომ შეიძლება გაუქმდეს უბრალოდ მართლობა. Isaac is a area. ვთვლი რომ მამა თეოდორე გიგნაძის გამოსვლა ზანგებთან დაკავშირებით, შავკანიანებთან დაკავშირებით იყო ჰომოფობიური და ვთვლი რომ შავკანიანებიც ისეთი ადამიანები არიან, როგორც თეთრკანიანები ჩვეულებრივად. თეოდორე გიგნაძემ განაცხადა, რომ შავკანიანები იმიტომ არიან შავები, რომ ისინი ცოდვისგან გაშავდნენ. მე მგონია რომ ყველა სასულიერო პირმა უნდა იცოდეს ბიბლია. საკითხული მაინც უნდა ქონდეს მინიმუმი. და შევახსენოთ რამდენიმე ციტატას. ძალიან ბევრი ქრისტიანი სპეკულირებს ქრისტიანობით და ამარცხებს ისეთ მსგავსობას, რაც აქ არის მოცემული. კერძოდ ქსენოფობიას, რასიზმს, ჰომოფობიას და სექსიზმს. უშუალოდ ეს მოძღვარი არის რასისტი, რომელსაც ჩაატარა ლექცია და ზანგებს დაასდობდრაფი, რომ ისინი არიან, ზანგები რომ არიან ცოდვილები. მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველ თანასწორები ვართ და ჩემს მეორე ნახევარს არანაირი დარღვევა ფეხები ბანოს. დღეს პერფორმანსის გავაკეთეთ, რომელიც ფიქრობ საინტერესო იყო, ბიჭებმა დააბანეთ ფეხები გოგოებს. ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავდა გარდა იმისა, რომ ზოგიერთ გამონათქვამს, რომელიც მაღალი იერარქიებიდან მოდის, არ მithანხმებით. ჩვენ ვთვლით, რომ ჩვენ ვართ თანასწორები და ყველა ადამიანი ქრისტეში არის თანასწორი. მე ქრისტიანი ვარ და მე Sadece